არც თუ ისე რთულია ჩვენთან ფრენა მოსულია გამომრევი ბოლომდე არინანე ვარასწორე ამდე ხალხსა აროში ბოლო პერიოდში საერთაშორისო დონეზე დასაქცირდა ორი მედია, რომლებიც ხშირად პროპაგანდისტულ ნარატივებთან ასოცირდებოდნენ. ეს კიდევ ერთხელ შეკითხვა, სად გადის ზღვარი და პროპაგანდისა და ჟურნალისტიკას შორის და კითხვა მაგ ასეთი ირმა, რას ნიშნავს საერთოდ პროპაგანდისტული მედია, როგორ უნდა გაარჩიოს საზოგადოებამ პროპაგანდა და ჟურნალისტიკა? გესალმები, ნიკოლოზ, დიდი მადლობა ჩართვისთვის და მოწვევისთვის. ერთვებით ახლა მარტის ორი სეზონთან. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ რეჟიმს სჭირდება პროპაგანდისტული საშუალებები, რათა ის ადამიანების ის კატეგორია მოატყუოს, ვისაც გათვლილი ეს პროპაგანდა, ანუ იდიოტებისთვის. აბა ახლა ნორმალური მოქალაქე როგორ უნდა მოტყუდეს პროპაგანდით. ძირითადად პროპაგანდით ტყუდებიან ადამიანები, რომლებიც არ სვამენ კითხვებს, რომელსაც არ აქვთ კრიტიკული აზროვნება და ყველაფერს იჯერებენ. ანუ ზიან ჭურში. გებელსის არ იყოს მომეცი პროპაგანდისტული არხები და მე ნებისმიერ ერს ხურის კოლტად ვაქცევ. და ამას აკეთებს ნებისმიერი რეჟიმი, ნებისმიერი დამპყრობელი იმ ქვეყანაში, ვინც ყავს სამიზნედ. ამას აკეთებს ახლა რუსები რამდენი ხანია შემოსული არიან 1801 წლიდან ჩვენთან და ამას აკეთებენ ზუსტად. და დღეს რუსული პროპაგანდის არხები არის პოსტივი, არის იმედი, რუსთავი 2 და თუმეტეს ისინი მათ დააბრალეს უკრაინის საწინააღმდეგო მოქმედებები ასევე და დასანქცირებულები არიან. გუშინდელი ამბებს აიგებდა ყველა, რომ 24 ევროპულმა ქვეყანამ, EU-ს წევრმა ქვეყანამ ასევე მოთხოვა ამ რეჟიმს, რომელიც ხელისუფლებაში ყავს, რომ თუ ისინი არ შეწყვეტენ ანტიადამიანურ, ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, დასანქცირდებიან და ასევე ელით ჰაგის სასამართლო. ეხლა რამდენიც არ უნდა რამდენი სულელური პასუხიც არ უნდა გასცენ ახლა ამათ. ფაქტია, რომ სანქციები სანქციებზე მოვა და არავინ არ მისცემს უფლებას ესე ვთქვათ ამ რეჟიმს, რომ ისე გააკეთოს, როგორც მას სურს. მით უმეტეს ხედავთ გლობალურად, რომ სხვადასხვა ქვეყნებში რეჟიმების დამხობა მიდის. და როგორც რაღაც რეჟიმები 21 საუკუნეში. როგორც ვიცი, კიდე თქვა, რომ სინდისის პატიმრებიც გათავისუფლდნენ. სინდისის პატიმრები არა ადამიანური მოპყრობები პატიმრებთან, ასევე პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ფარას კანონის, რუსული კანონის, გრანტების კანონის აკრძალვა და მთელი რიგი მოთხოვნებია ჩამონათვალში, რომელსაც თუ არ შეასრულებს, სანქციები იქნება 24 სერიოზული ქვეყანა და არა ისე ვიღაცა. და ასე რომ მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ესე ვთქვათ მეგობრები, პარტნიორი ორგანიზაციები, პარტნიორი ქვეყნები უბრალოდ ასე გვიდგას გვერდით და ჩვენს ბრძოლას ასე ეხმაურებიან, იმიტომ რომ ეხლა არავინ ნორმალური ადამიანი არ დათმობს თავის ქვეყანას, თავის ადამიანურ უფლებებს და წარმოიდგინე, რომ როგორ სიტუაციაში ვართ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიბრძვით ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ამდენი ხანია მოვიპოვეთ და ვიბრძვით ამ რეჟიმს, რომელიც ესე ამას ამკაცრებს, ყოველდღიურად ამკაცრებს კანონებით, რათა გაიხანგრძლივოს არსებობა. რა გავლენა შეიძლება ქონდეს მედიის დასაქცირება ქვეყნის საინფორმაციო სივრცეზე?
აი წარმოიდგინე რომ ძირითადად აი ამ არხების საშუალებით ავრცელებენ ისინი სულელურ მავნებლურ მესიჯებს, რითაც მორჩილებაში ყავთ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მე მიდის არჩევნებზე მათ ხმას აძლევს. ამიტომ ისინი არანაირად არ დაუშვებენ იმას, რომ ეს მასა დაკარგო. ამიტომ აი საშუალებაა რა ეს არხები და ალბათ ახლა ეცდებიან რომ რაღაც ალტერნატივები გამოცემნონ, მაგრამ ბრიტანული სანქციები არ არის ესეთი ადვილი, ვერც ბანკები გაბედავს მათ დაფინანსებას და ზოგადად ბრიტანული სანქციები არის საკმაოდ ძალიან სერიოზული სანქციები და რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა და შენს მტერს მაგენი ხასიათზე არიან, მაგრამ მე უბრალოდ რაზე მწყდება გულიცი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ არხებში მუშაობენ, რომლებიც სახედაკარგულ, სახიახეულ რუპორებად იქცნენ ამ რეჟიმის, რუსული რეჟიმის, აფხომ აი რუპორს სხვენია და საშვილიშვილო ცოდვას იკიდებენ, როგორ არაწუხებთ ან სინდისი ან ნამუსი, ფულის სანაცვლოდ ყველაფრის გაკეთება როგორ შეიძლება. არ ვიცი, მოკლედ ამ ადამიანებს მე მორალს ვერ წაუგითხავ, იმიტომ რომ მათ უბრალოდ ელემენტარულად მორალი არ გააჩნიათ და ეხლა როდესაც რამიშვილი და ცნობი და ხაინდრავა ყავს იდეოლოგად, ეხლა წარმოიდგინე რა დონის გაჯირებულია რეჟიმი ყველა ასპექტში. როგორი სადა ქვია, ანუ რაღაცნაირი ნარატივებს აკეთებენ, ანუ თითქოს რაღაც ჩარჩოში ზიან. ეს მესიჯები, რა თქმა უნდა, ეს გზავნილები, რომლებსაც ისინი აჟღერებენ, რა თქმა უნდა, იწერება მოსკოვში, გამზადებული ეგრეთ წოდებული ჭალებში, რო თქვა ჩპარგელკა აქვთ. ამას ქვია ესე თქვა გადატვირთვის პროცესი ქვია, რაც უფრო სულელურია, რაც უფრო მარტივია, უფრო მავნებლურია ეს გზავნილები, ეს რა თქმა უნდა დრო ამას უშვებენ, ხან დააჩქარებენ, ხან ბერს უშვებენ. როდესაც კრიზისი აქვთ მაშინ, რომ ესე თქვა მსმენელმა გადაიტანოს ყურადღება თავარიდან მეორე ხარისხოვანზე, ბევრი უთიეთ გამომრიცხავ გზავნილებს ისმენს, ირო და დაიბეს ისედაც ფიგურული აზროვნება არ გააჩნია, ახლა წარმოიდგინე ასეთ კატეგორიას რა უნდა ქნას და მოკლედ ეს სპეციალურად არის იმისთვის, რომ თქვათ მოხდეს გადატვირთვა, იმიტომ რომ კრიზისშია ესე თქვათ რეჟიმი ამ დროს და ასე რომ დრო მე ცდილობენ ორშაბათობით რაღაცა ისეთი თქვან რომ დღისესრიგი შექმნან და დღისესრიგი ამაზე მე მიდის კითხვა პასუხები და ესე თქვათ ნარატივების ისა აცვა გამოცვლა და მოკლედ ესეთი თემაა და ამ დროს ყველაზე მთავარი გვავიწყდება ის რომ ნელ-ნელა ამ ესე თქვათ დრაკონული კანონებით ქვეყანა მიიყვანენ როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ კრიზისამდე, რომელ ადამიანის უფლებებზეა საუბარი, ჩავკეტეს ცივილ სამყაროსგან, საერთოდ იზოლაციაში მოგვაქციეს და პლუს ამას ესე თქვათ ვერ ეკებიან რუსეთში. აი ამისი გამოვლასურ ძირითადად წარმოიდგინე ხარ რამდენხელა მარაზმია, როდესაც ჩვენს ეროვნულ გმირებს და მათ ესე თქვათ გმირობას ფექვეშთელავენ, ესეც ესე თქვათ სპეციალური მესიჯია, რომ ესე იგი თქვათ რომ გინდა არწუხელიძე, გინდა ნებისმიერი გმირი ვითომ ესე თქვათ არ არის გმირი, ანუ შებილწვა მიდის, მერე კიდევ წარმოიდგინე შენ რომ იმისთვის რომ ეკონომიკური კრიზისი გამოასწორონ უაზროდ იზრდება ტარიფები და ესე თქვათ სერვისის მომსახურება, შემდეგ სკოლები კი იცი რომ პარალიზებულია და მასწავლებლები ძირითადად არიან საარჩევნო აქტივისტებად გადაქცეული, ახლა უნივერსიტეტებს მიადგენენ თავისუფალ ძალიან ბევრი თავისუფალი კრიტიკულად მოაზროვნე და მებრძოლი ადამიანი, როგორც პროფესორები, ასევე სტუდენტები. რა ვიცი, ახლა არ მინდა რომ რომელიმე მიმართულება გამომრჩეს, ესა დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს, რა თქმა უნდა, მოსახლეობის უმრავლესობა ემიგრაციაშია გაქცეული, გარემოს დაცვა ახლა მიდის კიდევ ტყიბულში ის დიდი სოფელი, ერთი სოფელი საერთოდ ინგრევა სახლები, გარემოს დაცვითი მიმართულებიც კატასტროფა გვაქვს ქვეყანაში და რა ვიცი, მოკლედ აი იმის ნაცვლად რომ ესე თქვა ამ თემებზე იფიქროს ადამიანმა, ხმა ამოიღოს და რაღაცა დაუშვათ, ხო? ვინც ხმას იღებს, მათ იჭერენ, აპატიმრებენ და სასახურებიდან უშვებენ და ვინც ამათ უსმენთ კიდე, ცდილობენ რომ მოატყუონ და
ესე თქვათ, ვაიმე, აი როგორი თემა იცი, სიკლს იღარი ვეჯობდა. აბა ომი კიდე ეგეთი რაღაცა, აბა ნაცი მოვიდა ესა ესეთი ნარატივებით, ესე თქვათ. ბილბორდებზე რომ ნახეთ. შეეგუო გაჭირვებას, ხო, შეეგუო გაჭირვებას და დაშინებული არიან და ეხლა ვინც ვიბძვით, რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით და ზოგადად ვფიქრობ, რომ ეს რეჟიმი უკვე არის საკმაოდ დიდ კრიზისში. მე არ ვიცი ხა მაგათ უგუნურება სანამდე ექნება საზღვარი, მაგრამ ყოველ შემთხვევისათვის ძალიან დიდ კრიზისში არიან და მიიღებენ იმას, რაც უნდა მიიღონ. აუცილებლად მიიღებენ იმას, რაც უნდა მიიღონ, ჩამოიშლებიან და გასამართლებიან იმ ღალატისთვის, რასაც ქვეყანას უკეთებენ. იმედია. კაი, განათლებას შევეხეთ ახლა ჩვენ და რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი უნივერსიტეტების გაერთიანების? ხო. ნუ ეხლა როგორც თქვით, რომ პირველ რიგში ებრძვის ხოლმე შემოსული მტერი განათლებას, იმიტომ რომ განათლებული ადამიანი ადვილად სამართავი არ არის, ხო? და რუსეთმა თავიდანვე როცა შემოვიდა, ნახა რომ მასზე უკეთესი ისტორიის, დიდი ისტორიის, კულტურის, განათლების ქვეყანა ავით და ყველა მიმართულებით აი აქ ეცადა რომ ესე რომ გაეკიექებინა, ესე თქვათ მოესპო ყველაფერი ნამიმართულებით, იმიტომ რომ როგორც გითხარი, ადვილი სამართავი იყო და ახლა იგივე გრძელდება. ახლა წარმოიდგინე შენ რომ ძირითადი საპროტესტო ძალა არის უნივერსიტეტების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და წარმოიდგინე ახლა ამას გიუქმებენ უამრავ ფაკულტეტებს, უამრავ დარგებს. რა თქმა უნდა, ესე თქვათ შედის იმ გეგმაში, რომ ტოტალური კონტროლი ქონდეთ ჯერ ერთი ყველაფერზე და მეორე, ესე როგორც გითხარით, განათლების ჩახშობით ჩახშობენ ნებისმიერ პროგრესულ მოქალაქეს, რომელიც საზოგადოების წევრი უნდა იყოს, ხო, მომავალში. ამიტომ ამას ასე უყრიან საფუძველს, რომ ეს არ მოხდეს და ეს პროტესტი ამით მოისპოს, აი როგორც საბჭოეთის პერიოდში, როგორც რეპრესიების პერიოდში 27-იან წლებში იყო, რომ ყველა ინტელექტუალი, ყველა მოაზროვნე ანდახვრიტეს, ან გადაასახლეს, ხოლო ნაწილი გაჩუმდა და იმით გადარჩა, აი დაახლოებით იმავე წლებზე ტრიალებდა იგივე პროცესი. როგორი მოქმედებს ეს გადაწყვეტილება სტუდენტებსა და განათლების ხარისხზე, რომ აერთიანებენ და განათლების ხარისხი, რა თქმა უნდა, დაბალი იქნება, ბოლონის პროცესაც ჩამოშორდებით, რა თქმა უნდა, უამრავი საჭირო დარგები გაუქმდება, ასევე არიფ მოსახლეობაზე მოქმედებს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მათ არ აქვთ იმის საშუალება, რომ კერძო უნივერსიტეტებში ისწავლონ, აბა ეხლა ამ კანონების გამხორციელების განათლება ევროპაში აქვს მიღებული და მათი შვილებიც იქ მიიღებენ და რა თქმა უნდა, ძირითადად დაარტყამს ძირითად მასას, იმიტომ რომ საქართველოში ღარიბია ძირითადი მასა და ნუ ესე თქვა, ამ მიმართულებითაც ჩვენ იზოლაცია ხდება ევროპული განათლების სისტემიდან, იმიტომ რომ ევროპული განათლება არ აწყობთ, ესე თქვა, ჩვენს ქვეყანაში. შენი აზრით რატო უნდა ხელისუფლებას ორი უნივერსიტეტის გაერთიანება? ის რაზეც ვისაუბრე, ამისთვის უნდა და მეორე კიდე მე მგონი იქ შენობების თემაც იყო. რაღაც შენობების ხელში ჩაგდება გაყიდვა უნდა, მაგრამ პლუს ამას, როგორც გითხარით, იმ პროფესორ-მასწავლებლების შევიწროება, გამოშვება სურს, რომლებიც ესე თქვა, არ ეთანხმება ხელისუფლების პოლიტიკას. ხო. და ბევრი მიზეზები. რა თქმა უნდა, კი. მოკლედ, ახალი კანონი მიიღო პარლამენტმა, რომლის მიხედვითაც გარკვეული ქმედებების ან პოზიციების არაღიარება შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდეს და რამდენად შეიძლება ასეთმა კანონმა გავლენა მოახდინოს სიტყვის თავისუფლებაზე? რუსული კანონის რომ მიიღეს პირველად ჩავარდა, მაგრამ მეორედ რომ მიიღეს რამდენი 100,000-ობით ხალხი ქუჩაში გამოსული არ უნდა წავსულიყავით სახლში. არც არჩევნების იმედი არ მქონდა, ეს იყო დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მაშინვე უკვე ცხადი იყო, რომ ძალიან ბევრი ვამბობდით ამას, რომ ეს იყო დასაწყისი, რომ ესენი არ ინდობიან. და მინდა გითხრა, რომ აი პირველი კანონის მიღების შემდეგ მე ძალიან ბევრს ვეუბნებოდით, რომ ეს კანონები მოგადგება თქვენ, რომ ეს არის დასაწყისი. ნუ ეხლა სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიების ჩახშობა, იმიტომ სურს რეჟიმს, რომ რა თქმა უნდა ესენი არიან სამომღები და მებრძოლი ფენა და ამათი მოშტობა. მე იცი, რომ დაიწყეს ეს საოცარი კანონები, ჯარიმები, დაჭერები,
ყველაფერზე ტროტუარზე დგომა და 1000 რაღაცა უკვე სისხლის სამართლი არ არის ამოქალაქო. ნუ რა თქმა უნდა რეჟიმი რომ გაიხანგრძლივოს თავისი დრო რა თქმა უნდა ესეთ კანონებს ღებულობს და რა თქმა უნდა ამან გარკვეულწილად იმოქმედა ესე ვთქვათ გარკვეულწილად იმოქმედა შიშის ფაქტორზე მაგრამ ისევე რა როგორც მათ ჰქონდათ დაგეგმილი იმიტომ რომ ადამიანები კვლავ აგრძელებენ ესე ვთქვათ პროტესტს სადაც არ უნახა მარტო რუსთაველზე და რაღაცები არ ყველგან სადაც ვართ და სადაც იმყოფებით ჩვენი არსებობაც კი ესე ვთქვათ გარკვეულწილად პროტესტია და მერე ის თუნდაც პოლიტიკოსების დაჭერა და რა ვიცი ესე იგი მედიებზე შეტევა და მთელი ამბები ყველაფერი იქითკენ იყო მიმართული რომ აუცილებლად გვექნებოდა ის რეალობა რა რეალობაც გვაქვს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს მაგრამ ისეც ვერა როგორც მათ ჰქონდათ დაგეგმილი ამიტომ ამკაცრებენ ხელახალ კანონებს ამიტომ ღებულობენ ხელახალ კანონებს იმიტომ რომ იმ შედეგს ვერ მიაღწიეს დაშინების როგორიც მათ სურდა ეხლა შექმნეს რომ თუ არ მაგიარებო 3 წლით გაგიშვებ ციხეში ანუ ეს არის მართლაც რომ გაიხანგრძლივან და ვერ განახორციელებენ ამ კანონს მათ შორის რამდენიმე კანონის გადააკეთეს ან უკან გაიწეს იმიტომ რომ როგორც გითხარით გუშინ EUTOS 24 ქვეყანამ კატეგორიულად მოსთხოვა ეს მარაზმი შეაჩერეთ თორე მაგარი ამბები გელითო ბიჭო დაიჟებითო და თუ ოდნავ თითქოს რაღაცა შეშინებულები არიან ხო თითქოს რაღაცა მე მგონი უნდა გაჩერდნენ ორა და კიდე მიიღებენ ჩვენგანაც და ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან არსებობს თუ არა მსგავსი პრაქტიკა სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში რისი პრაქტიკა არაღიარების არ კანონების რაც ამ თემაზე გვაქვს დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებით მოდის ხელისუფლება ხო ლეგიტიმური არჩევნები ესენი ლეგიტიმურად არ მოსულან ქვეყნის სათავეში და როცა არალეგიტიმური ხარ არალეგიტიმურად მოდი არჩევნები ატარდება არჩევნებს იპარავ მე ასეთ კანონებს ღებულობ ახლა რა უნდა გაღიარო ნუ გაღიარებს ახლა კოცი ანუ ჭურში მყოფი ადამიანი ან დაუშვათ საჯარო მოხელე რომელსაც თავარია ხელფასი მიიტანოს სახში თორე ღირსებაზე ზედმეტი ლაპარაკი და რანაირად უნდა აღიარო ხო რა ვიცი მე მგონი არის ესეთი რაღაცა რომ ადამიანი ხარ ცხოვრება ერთხელ გაქვს შენი ღირებულებები შენი მორალი შენი პრინციპები და ეს უფრო ძვირფასია ვიდრე რაიმე შიში რომ აი ბატონო მე რომ ასე არ ვქნა ან დამიჭერენ ან სამსახურიდან გამომიშვებენ კნაგაც ორივე ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და არ ვაღიარებთ იმას რაც არ ასაღიარებ მე მაგალითად წმინდა სამებას ვაღიარებ რადგან მართლმადიდებელი მე შორის იმას არ ვაღიარებ რაც არ არსებობს ოდე ჩემი სარწმუნოება მიგრძალავს მე რაც არასწორია ის ვაღიარო და ახლა ამ ცოდვაში ვერ ჩეკდი გამფერს ბოლო პერიოდში საინფორმაციო სივრცეში ხშირად ჩდება მესიჯები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ევროპა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, ან რომ ევროპული ინტეგრაცია ტრადიციებს უქმნის საფრთხეს და როგორ იქმნება ასეთი ნარატივები და ვისაძლევს ისინი ხელს. რუსეთში იქმნება ეს ნარატივები, ზუსტად გადმოწერილია, უბრალოდ რუსეთს აღშირდა 12 წელი ამისთვის 2012-ზე ცოტა მეტი 2012 წელს დაიწყენ. ამათ უნდებიან 2-3 წელიწადში ყველაფერი, ესე თქვა, ზუსტად იგივე ხდება, სიტყვით ჩდება რუსი პროპაგანდისტების და ამათი ესე თქვა ნარატივი. რო გითხარი, რომ არაფერის ხელახლა გამოგონება არ სჭირდებათ, ყველაფერი მოდის მზამზარეული. გითხარი, რომ აი ეს მესიჯები იმუშავა თავით. ეხლა მე მაინც მიკვირს იმ ადამიანების ნახევარი სოფლები და ქალაქები და მთელი საქართველოს მოსახლეობა ევროპაშია. ზოგი ოჯახები, ზოგს ცოლი, ზოგს და ზოგს დედა წასული და ძალიან კარგად იციან ევროპაში რა ხდება და იქიდან არჩენენ მთელ საქართველოს და აი ახლა ერთი ისტორია უნდა გავიხსენო ჩვენ სოფელში 4 შვილის მამა გას თურმე ბირჟაზე სოფლის ბირჟაზე და თურმე იქინო გაგვათხოვებენ იგი აგიო და მეორემ შეეკითხა რომ შენი თროლი 2 წელი ხომა ევროპაში დასტურიო და კიო მე იმის გათხოვის არ გეშინია ინდა შენი გათხოვის გეშინიაო წარმოიდგინე პროპაგანდა როგორ მუშაობს რომ კაც ცოლი ყავ გაშვებული თვითონ ჯიბეში აქ ხელი ჩაწყობილი თვითონა ძიძა 4 შვილის იმიტომ რომ აქ ვერ არჩინა ოჯახი
გაუშვა ევროპაში ცოლი, იმის გამოგზავნილი ფულით ირჩენს თავს და ესეც სისულელეებს იმეორებს და იჯერებს. ხო გითხარი პროპაგანდა რაზეცაა გათვლილი, ხო? და ვინზეცაა გათვლილი. ხო და ამ ადამიანებთან საუბარია საჭირო, მაგრამ მაინც არ ღირს მაგათთან ხო საუბარი. გითხარი რაზეცაა პროპაგანდა გათვლილია? ამ კატეგორიაზე ახლა მე შენ პეტრეს და პავლეს ვინც ვაზროვნებთ ეს პროპაგანდა რა თქმა უნდა ვერ მოგვატყუებს და ამიტომაა საჭირო განათლება ქვეყანაში რომ ადამიანმა კრიტიკულად იაზრონოს, დასვას კითხვა და რეალურად შეხედოს სიტუაციას. კი და არ უსმინოს ერთ ხარეს მხოლოდ არ უყუროს მარტო პროპაგანდის ხანდახან გამოიხედოს აქეთ. გარშო სწორი და არასწორი ინფორმაცია და ყოველთვის უნდა დაფიქრდეს იმაზე რომ ამას რომ მეუბნებიან ამის უკან რა დგას. აი რატო მეუბნებიან? ამარა გითხარი ესე თქვა იმედი პოზიტივი ამაც რომ უყურებენ კაცო მთელი იქ აჩვენებენ რომ ვითომ ევროპა ინგრევა იგინე კრიზისი ამ დროს ყველა მეორე ოჯახიდან ვიღაცა ევროპაში აწასული. რა თქმა უნდა და ერთი მაგალითს მოვიყვან ერთი ნაცნობი მყავს რომელიც ვერ იტანს ევროპას და მოსწონს ეს მთავრობა და სამკურნალო წავიდა ევროპაში მოეწონა და თან ორი ოჯახი მისი ცოლი სხვაგან არის, ქმარი სხვაგან არის და არ მოსწონთ ევროპა, მაგრამ იძულებულები არიან რომ იყვნენ, მაგრამ მთავრობა მოსწონთ. ახლა აი სამკურნალოა, მაგრამ ასეთი კატეგორია სექტა, მე ვამბობ რომ აი ესეთი კატეგორია აი ხოცური სექტა. და რა სამწუხაროა რომ ამაზე იმუშავეს. სხვა შორის შემოსვლის დროიდან გაყვეს მოსახლეობა პრორუსები რიხტი და რუსების მოწინააღმდეგე. ამაზე ჩვენ ძალიან კარგად შეგვისწავლა მოკლედ ამ დამპყრობელმა და ესე თქვა ძალიან კარგად იცის რა და ხოცება და ნაცება რა. ხო, ძალიან კარგად იცის. ეხლა წარმოიდგინე რომ რატო არ მიიღო აქ კარგი ჯანდაცვა თუა და იმკურნალა აქ. ესე იგი წავიდა ევროპაში, იქ დაეხმარა ევროპა, იმკურნალა დაუშვა ცხოვრება აწყო და მაინც იმ მთავრობასაც ის მთავრობა მოსწონს, რომელიც ამას უგრძალავს ამის საშუალებას. მალე უვიზოს თემები და მთელი თემები იქნება. მე ხა როგორი კანონები ეს ღებულობენ, რომელიც მარტო ჩემზე და შენზე ხო არ მოქმედებს მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და ნელ-ნელა რა ვიცი ეგება გამოფხიზდნენ კაცო, მაგრამ მე ხა მე სექტაზე არ ვამბობ, მაგრამ აი ცოტა ესეთი ნეიტრალური ხალხი რომაა, რომელიც ცოტა უნდა დაფიქრდეს, აი ცოტა რაღაცა რომ იფიქროს, ვა ეს რა ხდება, კაცო, ეს ამას ფიქრობ, რომ ესეთი რაღაცა მოხდება. დაფიქრდებიან. სიტყვასაც კი ძალა გამოეცალა, აი მშვიდობა ხო გინდა რა კაი სიტყვა და ეგრევე ხოცებთან ასოცირდები, იმედი, რაღაცა ისეთი რა. ეხლა როგორი თემაა მშვიდობაში დაქცეული ქვეყანა. არა აუცილებელი ბომბი პეთქდებოდეს, ჯვრები პეთქდებოდეს. მშვიდობის პერიოდშიც აქცევენ ქვეყანას და ამის ნათელი მაგალითი ისაა, რაც აი წარმოიდგინეთ თქვენ კრიზისი წავა ეკონომიკური ამაზე უარესი ფაქტიურად ინფლაცია, საოცარი სიძვირია, ეს უაზრო კიდე ტარიფები გადასახადები და რა ვიცი ახლა ეს სპეციალურად მიიღეს კანონი რომ ვინმე წარმემ და ვინმე საყვედური ვერ გამოთქვას, ხო? და მერე გაუშვეს ეს უაზრო ტარიფებს შემოიღებენ, რაებს გააკეთებენ კაცმარეცის და ხმას ვერ ამოიღებს და მერე რა რჩება მერე ამ ადამიანს რომელიც ხმას ვერ ამოიღებს გარბის ქვეყნიდან და ვის რჩება საქართველო ვიღაც ადამიანს. მე რაღაცა კანონი შემოიღეს ირმა რომ უცხოეთიდან ვეღარ მიიღებ ფულად გზავნილს და ჭერებიც არის იქ ძალიან ბევრ კანონს ესენი ვერ განახორციელებენ უბრალოდ გეუბნები ძალიან დიდ კრიზისში არიან. ძალიან ბევრი კი იფაფხურეს ისა, მაგრამ ხო ხედავ რომ იმ ციხეში გამომწყდეული სინდისის პატიმარს უფრო დიდი ძალა აქვს ვიდრე ამ რეჟიმს ეხლა და ვერაფერს ვერ განახორციელებენ, იმიტომ რომ ძალიან ღრმა კრიზისში არიან და ჩვენ მალე დავინახავთ მათ დასასრულს. კი, ერთგვარი სპექტაკლიც არის მე მგონი, იმიტომ რომ ვერც ღარიბაშვილი მოდი შევეხოთ ამ თამასაც, ღარიბაშვილის დაპატიმრებაც ვერ ვნახეთ და 5 თებერვალს ქონდა მისი შვილის დაბადების დღე და გამოუშვეს. წარმოიდგინე რა დონემდე ვართ. ხო, ეხლა როგორ რაღაცაა რომ ვითომ კორუფციას ვებრძვით და კომუნისტების დროს არ ყოფილა ესეთი კორუფცია ჩვენს ქვეყანაში, როგორიც ეხლა.
სადმედი ჩვენი ბიუჯეტი, ტენდერები, ვაიმე 1000 საშვილიშვილო ქონება აქვს დაგროვილი და რა თქმა უნდა ამ ქონებას ისინი არ დათმობენ. იცი როგორი თემაა, როდესაც საქართველოში მტერი შემოდიოდა რომელიმე ის ყოველთვის გარიგებას აწყობდა დიდებულებთან. დიდებულები აუვნებოდნენ, ოღონდ ჩვენი ქონება შევინარჩუნოთ, ჩვენ შვილებს გადაეცეთ და ჩვენ მზად ვართ დაგითმოთ ქვეყანა. იმის მე არაფერი არ შეძლო. აი ეს მაფიოზური კლანი, რომელიც მართავს, ესე ვთქვათ, კიდე ცენტრს, კიდე რეგიონებს, ათი რომ ამთლიანად ყველაფერი, ყველა რესურსი, ყველა ქონება ასაზრდოებენ, ესე ვთქვათ, ამ ხელისუფლებას, ერთმანეთს ასაზრდოებენ ეს კლანები და თავიანთი ქონების გადარჩენის საფასურად საერთოდ ეხს. ბოდიში და სულ ფეხებზე გიდიან, სამშობლო დემოკრატია და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მეტი არაფერიც მინდა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, რომ დააგროვონ ქონება. ასეთი ადამიანები არიან ყველა აბსოლუტურად და რატო ეხლა მათთვის თავარი არის ფული. მეტი არაფერი. რა თქმა უნდა. მეტი არაფერი. ფული და აი ჟურნალისტად იმედისთვისაც ფული იცავ, თავარი არის, რომ შენი პროფესია გიყვარდეს. დააკეთო, მაგრამ მათთვის არ ნიშნავს ეს. შენი პროფესია არ უნდა იმსახურებოდეს შენი ქვეყნის ღალატს, შენი ქვეყნის შენი ქართველების ღალატს და ქვეყნის დაქცევას. თუ ასეთი პროფესია გააქვს, არ ტიპიური მოღალატე ნაძირალა და ამ ცოდვას ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავ და ამ სახელს. ეხლა რა დროც არ უნდა გავიდეს ვინმე რო თქვა რომ მე იმეჯში მუშაობდი, ამ პოსტივში მუშაობდი, მოვად რომ ქვების როლას დაუწყებენ, ასე ქვია, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი სამარცხვინო ლაკ. აი ნანუკამაც თქვა, რომ უკვე სამარცხვინოდ იქნება, რომ სივში ჩაწეროთ, რომ აი იმეჯში მუშაობდი ან პოსტივშიო. მასთვის სამარცხვინო იქნება ის, რასაც დღეს უკეთებენ ქვეყანას. მაგრამ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და დიდი რწმენა იმისა, რომ ჩვენ ამ კრიზისს გადავიტანთ და მართალია ნელა, მაგრამ დაუბრუნდებით იმ რიტმს, იმ დემოკრატიულ, ესე ვთქვათ, ბერკეტებს და ნელ-ნელა ქვეყანა დაუბრუნდება ღირსებას. თავარია დავიბრუნოთ ღირსება, რომელიც სხვათა შორის ჩვენ არ შეგვიბღალია საქართველოს მოსახლეობას, მოქალაქეების უმეტესობას, საქართველოს ყველანაირად სიცხული აჭამეს და არასწორი საგარეო პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკის შატვით აწარმოებს ეს ხელისუფლება. და არა ჩვენ. ამიტომ ეს დახმარებები ძირითადად სანქციების სახით იქნება, მორალური იქნება თუ რამე მხარდაჭერა, არის ქართველი მოქალაქეების, საქართველოს მოქალაქეების დამსახურება, რომელიც ამდენი ხანია იბრძვის და არ ნებდება და მზად არის ყველაფერი გაწიროს, ოღონდ ქვეყანას ეშველა. სისხლში გვაქვს ჩვენ, ახლა წამილი რა ისტორია გვაქვს ჩვენ ამ ხელ ისტორია, როგორი ლამაზი და სულ მტრიალებს თავში ერთი კითხვა, როდემდე, როდის უნდა დასრულდეს და როდის უნდა დაისვენოს საქართველოს მართლა ერთად. როდესაც ბოლო დამპყრობლის რუსეთის საცეცები მოშორდება ქვეყანას და მის მიერ ხელდასმული ხელისუფლება და საქართველოში მოვა ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ჩაატარეს ზომიერ რეფორმებს, ისევ დავიბრუნებთ ჩვენს თავისუფლებას, იმიტომ რომ ესე ვიყავით ყოველთვის. ყველა ჯულის ტერი მოგვიშორებია. და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს ვერ ამარცხებს ვერანაირი რეჟიმი. ეს არის ისტორიული აქსიომა. ჩვენ ნახეთ წინა მთავრობა, როგორ წავიდა, ესენი წავდნენ. ისინი წავიდნენ. ესენი არ მიდიან. იმეთმა თქვენს აღიარეს, რომ კი წავიდნენ და აი ესენი ესეთი არ წავიდნენ და ხო ვფიქრობ, რომ არ წავდნენ. ხო, ძალიან ბევრი ამბობს ხა ზოგი, რომ ის თამაშობენო და რას ფიქრობ? არა, ამ თამაშობაში ქვეყანას აქცევენ. რა მნიშვნელობა აქვს შენ რა მეთოდით გააკეთება? ქვეყანა არის რეალურად უმძიმე სიტუაციაში, ურთულეს სიტუაციაში. ყველა მიმართულებით. წარმოიდგინე ახლა დაუცველია შენი ცა, დაუცველია შენი ხმელეთი, პლუს ამას არ დაგვიტოვეს მეგობარი ქვეყანა, არ დაგვიტოვეს სტრატეგიული პარტნიორი, ყველას ეჭუბებია, ყველას ედავებია, ყველას ლანძღავენ. და ვიცი, ირგული ვაგე რა გვერდით ამ ხელა ომია, ეს წარმოიდგინე აიათოლას ირანს რომ სოლიდარობას უცხადებ, აი წარმოიდგინე.
აბსოლუტურად ბედის ანაბარა მიტოვებული ქვეყანა. ეს გააკეთა მთელი. სამძიმრის წერილიც გააგზავნა დიდი სამბით. ხო, ამისთვის მოვა დრო ეგენი ესენი დაიჯებიან. მოვა მაგის დროც. რა თქმა უნდა. და რა როლი აქვს სოციალურ ქსელებს დეзинფორმაციის გავრცელებაში ისე? რა დიდი კაცო, რა თქმა უნდა, არის ახლა fake word-ები იცი ახლა ეს. აფინანსებენ და ეს ტროლები და ბოტები და უბედურებები ტროლბოტების ქარხანაა და რა ვიცი, ამით გვებძიან აქტივისტებს აშავებენ 1000 ისტორიებს იგონებენ, რომ ესე თქვათ მოხდეს, ესე თქვათ ძალიან აშავებენ. ერთი ბიჭი აღარ მახსოვს სახელი და გვარი, მე მგონი ჟამერაშვილი თუ ვიღაცა ნანუკას აშავებს ძალიან ხშირად და იფარაშავებენ შენი ჯერი, ყველას გაშავებენ და ჩვენ ყველას აბსოლუტურად ყველას თუ კი ვინმეს რამე ჩვენი წვლილი გვაქვს ყველას რა თქმა უნდა ეს არის ძალიან ესე თქვათ ისეთი საშუალება ესე თქვათ სოციალურ ქსელი. ახლა თავარ როლში არის ერთ-ერთი სინდესის პატიმრის და მარიზი, რომელიც აი ძალიან ცუდად აშავებენ და ძალიან ცუდად მოიხსენებენ განსაკუთრებით ის ერთ-ერთი პროპაგანდისტი მაესტროზე რო არის უცნობი, როგორი ცინიკური დამოკიდებულება. წარმოიდგინე ახლა რომ დედა ისი დედაც არ უნდა იყოს. დედის კულტი საქართველოში იყო ყოველთვის. ამ სიწმინდესაც ხაზი გადაუხსენ, რომ აი დედა პატიმრის იქნება თუ არა პატიმრის, აი დედასაც ეხებიან. დედა მარშობა რომელიმე, მაგრამ აი ნუ ყველანაირი რაც ქართულია, რაც წმინდა, იმასაც სპეციალურად ბღალავენ. რა თქმა უნდა თავიდან რუსეთში ჩაფიქრებული ცხეული ქართული სული რუსული მენტალობის შეცვლა ნაწილობრივ მოახერხებს. რამდენიმე დაგვიშავა რუსეთმა ამ ხნის განმავლობაში. დაგვიარა თავზე და მაინც ტრის ხატი შექმნეს და მაინც რუსეთისკენ იქაჩება კოცები, ხო? კოცდმადიდებლები. აი ესა ჩემო ძვირფასო პროპაგანდის და ამდენი ხანი რომ დაპრობილი ავდით და ესე თქვათ ესეთი მექანიზმი. ამიტომ ჩვენ პირადად აი ეს ნათელი მხარე ვინც ვართ პროპაგანდაში გვიჭირს. პროპაგანდას დავახვედროთ ესე თქვათ საჭირო დონის პროპაგანდა. სიტყვა. ხო? სიტყვას მახვილი რო იტყვიანეს. სიტყვას ფარი. ამ მიმართულებით უნდა უფრო მეტი გჭირდება რა თქმა უნდა. უფრო მეტი და მე მგონი რამე გამოვა. ხო, აი მართლა სოციალურ ქსელებში ხო მე ხა შევქმნი თქვათ fake words და რაღაცას გავავრცელებ. ესე თქვათ პროპაგანდისტულ მესეჯს. ხალხი 2 წამში დაიჯერებს. ესე მუშაობენ. ამაში პოსტი ხო, ამაში რა თქმა უნდა პოსტი იღებენ ხო რა. და ჩვენ ესე თქვათ უფრო მაგრად უნდა დავახვედროთ ამათ პროპაგანდამ. ნიკოლოზ ბოლოს მინდა იმედიანის გავაკეთოთ, რომ ჩვენი ესე თქვათ არსებობის ამდენი ხნის განმავლობაში არსებობის საიდუმლო იყო ის, რომ ჩვენ ვიბრძოდით ყოველთვის, გვინდოდა პროგრესი ყოველთვის ვიყავით ის მოუდრეკელიავს მოყარე ხალხი, რომელიც უსხვის უღელს ვერ ვეგუებოდით და ესე იქნება მართვის. ვიბრძოლოთ, არ გავჩერდეთ, არ შევშინდეთ და ყველა რეგიმი ბოლო იშლება და გაიშლებიან. კი, აი ბოლო კითხვა მაქვს, ანუ დღევანდელ საქართველოში არის ყველაზე დიდი გამოწვევა დეзинფორმაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია თუ განათლების პრობლემები? პირველ და მეორე. პირველად სამივე, მაგრამ ანუ ესე ვთქვათ რიგითობის მიხედვით სწორად არ დავაგებული პირველი, მეორე, მესამე. ჩემს შემდეგ სტუმარს რა კითხვას დაუტოვებდი? შემდეგ ოსულ სტუმარს დავუტოვებდი ასეთ კითხვას. აპირებს თუ არა დანებებას. კაი კითხვა. ლობა ირმა ჩემო საყვარელო, ბედნიერი გაზაფხული და არ დავნებდეთ ძალა ერთობაში რა? არა, არ დავნებდებით ძალა ერთობაში. და მომყევი გაშალებ ხელი
თუ